შეუძლიათ თუ არა ჩვეულებრივ ადამიანებს საშინელებების ჩადენა. თუ კი, რამდენი დაარტყამდა ძლიერ ელექტროშოკს უდანაშაულო ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უბრძანეს. 1961 წელს ახალგაზრდა ფსიქოლოგმა სტენლი მილგრემმა მოისურვა გაერკვია თუ როგორ ახერხებდნენ რიგითი მოქალაქეები ნაცისტურ გერმანიაში ენით აუწერელი ბოროტების ჩადენას. მისი თეორია იყო, რომ ზოგიერთი ადამიანი საშინელებებს იმიტომ სჩადის, რომ ყველაზე ბოროტ ლიდერსაც კი ემორჩილება. თავისი თეორიის შესამოწმებლად მილგრემმა შექმნა ჭკვიანური ექსპერიმენტი და ჩვენი წარმოდგენა ადამიანის ქცევის შესახებ სამუდამოდ შეცვალა. მილგრემმა აღმოაჩინა, რომ მონაწილეების 100%-მა გამოიყენა მინიმუმ 300 ვოლტი, ხოლო 65% სრულ 450 ვოლტზე ავიდა. თავად მილგრემმა საფიქრალად ეს დაგვიტოვა. შეიძლება ჩვენ თოჯინები ვართ, თოჯინები, რომლებიც საზოგადოების ძაფებით კონტროლდება. მაგრამ მაინც ჩვენ ვართ თოჯინები აღქმის უნარით, ცნობიერებით და შესაძლოა ჩვენი ცნობიერება არის პირველი ნაბიჯი ჩვენი განთავისუფლებისაკენ.